მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ მიხეილ მესხი, ჯორჯიან ფიშერმენი ქართველი მეთევზე და თქვენი მყოფებით ჯორჯიან ფიშერმენი ქართველი მეთევზის YouTube არხზე. დღეს არის კვირა დღე, 16 აგვისტო და სტანდარტულად სახლში ვიყავი, ვისვენებდი. დამირეკა ჩემმა ძმა და მეგობარმა, დღეს საერთოდ ნაფიქრიც არ მქონდა იმის შესახებ, რომ სათევზაოდ წავიდოდი და არც მიფიქრია, რომ ვითევზავებდი. დაღამებობდი დარჩა სადღაც დაახლოებით 3 საათ ნახევარი. წავალთ, გავერთობით, ტივტივით ვიქნები, მაქვს ფიდერის აღჭურვილობაც თან, აი ესე. ფიდერის აღჭურვილობა შემანქანაში ყოველთვის არის მეგობრებო და წავალთ, გავერთობით, დროს გავატარებთ, ტივტივასაც გავტესტავთ, ვნახავთ რა სიტუაცია არის კუმისზე, რა ვითარება არის. გვაქვს მცირედ ინფორმაცია, რომ საზანი არის ნაპირისკენ შემოსული და შევეცდებით, რომ საზანსაც შევეჭიდოთ, ნახოთ, რას გვიბოძებს ბუნება დღეს მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, შემოგვიერთა ბატონი დავით თურზილაძე. სალამი. შემოვთავაზო, რომ სადმე წავსულიყავით სათევზაოდ და კომისი მაინტერესებდა უბრალოდ. ეხლა დაუგეგმავად წავედით. ერთი სიმინდის და მარტო ტივტივების ხარჯზე მივდივართ, არაფერი განსაკუთრებული ჩვენ არ გვაქვს, ინვენტარები ყველაფერი გვაქვს და ადგილზე ვნახავთ რა სიტუაცია იქნება, რა დახვდება, რა ვითარება იქნება. მაგის მიხედვით შემოგთავაზებთ ვიდეოს უკვე. დანარჩენი ახლა დავიწყებ ტივტივით თევზაობას, პატარა დაკვებას ვაწარმოებ თვითონ ტბაზე, სადაც ვითევზავებ ტივტივის ირგვლივ და ამ პროცესებს ყველაფერს აგიხსნით. აბა დროებით. შემოვიდით უმისის თვალზე მეგობრებო. აი როგორი ჩარტყმები გვაქვს. დასაკვები გამოვიყენეთ სეკრეტი მეგობრებო, ეხლა აქ ჩავყარეთ ჩვენ სეკრეტი და ფაქტია კარგად აქტიურობს რა წერტილში. დავიწყოთ მეგობრებო, თეთრი ჭია შედის ასპარეზზე. ვნახოთ რა სიტუაცია იქნება. ძალიან მაგრად აქტიურობს მეგობრებო, სეკრეტმა გაჭრა. გასართობად კარგი ვარიანტია მეგობრებო. ახლა ფლაგმანის სეკრეტი გამოვიყენე მე კონკრეტულად ამ ადგილას და ახლა კარგად დაგვიყენა წერტილში თევზი. აი პატარ-პატარა ჩარტყმებია, კადრების აღება მინდა ლამაზი. ოპა, ეგ არის. ეს საზნები არის სულ. შენ მაინც ვერ იჭერდა ეს აქეთ გადმოვიდგი. ოპა. სარკისებრი. საზანიც გვესტუმრა. რა თქმა უნდა.
ერთი ის მომეცი რა. ხო. აი მეგობრებო, შეხედეთ. აი დავაკვირდეთ ახლა. აი ესეთი სარკისებრი პატარა კობრუნიები. კობრი. მეგობრებო, სეკრეტმა იმუშავა. კობრი წერტილში ყავს. ოპა. აი ესეთი ზომის კარჩხანები. მეგობრებო, საზანი შემოვიყვანეთ წერტილში. პატარა კობრებიც ყავს. აი როგორ ჩარტყმებია ეგრევე. ვისაც ტივტივაზე მოგენატრათ თევზაობა, შეგიძლიათ ესტუმროთ. ძუა მაქვს შერმაპროს ნოლოციანი ძუა და სადავე მაქვს ფლაგმანის მატჩლაინ 012-იანი. ნებსკავი მაქვს არმადელ გრანდის 10 ნომერი. ჩქარით. აი მეგობრებო, როგორი აქტიურობა გვაქვს.
მოკლედ ზედმეტად აქტიურობს მეგობრებო, ძალიან მაგრად იჭირება თევზი და თუ ვინმეს ტივტივით თევზაობა მოგენატრათ ნორმალური ზომის კარჩხანები, პატარა ზომის საზნებიც მოდის, სარკისებრი კობრიც მოდის. შეგიძლიათ ეწვიოთ აი მოკლედ ორი მოვიდა ერთდროულად. ეს კიდე გააკეთებს თავის გასაკეთებელ ჭიის გამოცმას კი არ ჭირდება მეგობრებო ისეთი კარგი ისა გვაქვს, მაგრამ დაუკორმეთ მაინც, ან დასაკვები მივაწოდეთ და წერტილში ყავს იდეალურად თევზი მეგობრებო. აი შეხედეთ ჩაგდება და ბარე მეორეც დავსვით, ბარე მეორეც. აი ესეთი წარტყმები გვაქვს. ჩაგდებული არა გვაქვს და უკვე ზიც ყავს. აი ესეთი კარგი ზომის. აუ, ეგვედრო. მომიცი აქ. წავიდა გადაგდება მეგობრებო, ჩაგდება და დარტყმა ერთია, აი ხედავთ. ძალიან კარგად აქტიურობს. შედარებით საშუალო ზომები და პატარა ზომა არის, საშუალო პატარა ზომა. ეხა ეს ურტყამს მეგობრებო. ლამაზი კადრები დავიმშვიდოთ. ნერვები. წავიდა. აი. ძალიან მაგარია. ეხლა გავუკეთეთ სიმინდი. ნახე როგორ ურტყამს. დავიწყოთ მეგობრებო, თეთრი ჭია შედის ასპარეზზე. და ნახოთ რა სიტუაცია იქნება.
მეგობრებო, სულ რაღაც დაახლოებით 25 წუთი ნახევარი საათი წავითევზავით რა. აი ამ ადგილას ვიყავით, კამიშებთან ვიყავით, ეგრეთ წოდებულ ბალახიანთან ვიყავით. ტივ-ტივით მახის დისტანციაზე ვთევზაობდით და სადღაც დავიჭირეთ ზუსტად 45 ცალი. 45 ცალი თევზი დავიჭირეთ, ბიჭები თევზაობდნენ ყველა. ნუ აქტიურობდა ესე რომ ვთქვათ, მაგრამ რაღაც პერიოდი გაჩერდა. გამოვიყენეთ ჩვენი მეთოდი, ორი გუნდა, სეკრეტის, ფლაგმანის სეკრეტი გამოვიყენე, დაუკორმე. ერთი ჩაგდება წერტილში და მეორე ანალოგიურად გავუმეორე. წერტილში ესე რომ ვთქვათ, შემოვიდა მცირე და პატარა შედარებით ცოტა საშუალო ზომის სარკისებრი კობრის საზანი და პატარ-პატარა ესეთი კობრები რა. ნუ კარჩხანა ძირითადად დავიჭირეთ 3 ცალი კარჩხანა დაახლოებით, ვიდეოშიც ნახავთ. ვიდეოში ძირითადად ტივ-ტივის ჩარტყმები მაქვს გადაღებული, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის აი მეგობრებო, აი ესეთი საზნები, სარკისებრი კობრები მოდის, აი ესეთი კობრები მოდის მეგობრებო და ხონა იქნება რომ სიცოცხლე მივჩეთ მეგობრებო, აი ესე, აი ბალახიანი, აი ესე გავუშვათ რა. და გავუშვათ აი ესეთი ჩვენი გადავლი მეგობრებო და აი მას ისე გავუშვათ. ყველას წარმატებებს გისურვებთ. ეს იყო ჩვენი ჩამოურბენა, სადღაც დაახლოებით 30 წუთიანი თევზაობა, მაქსიმუმ 30 წუთიანი თევზაობა. მეგობრებო, გავუშვით თევზი და ყველას ხონა იქნება რომ ძალიან პატარა ზომის საზნები მოდის, სარკისებრი კობრი მოდის და ხონა იქნება გავერთოთ. თუ კარჩხანას დავიჭერთ, კარჩხანა არ არის პრობლემა. ეგეც წაიყვანოთ თქვენი განსასაზღვრელი. ყველაფერი მე არ გავარდებულებ რომ თევზი გაუშვათ ან რაღაცა, მაგრამ როდესაც კობს ეხება სარკისებრი კობრი, რომელიც ვიდეოში გაჩვენეთ, ესეთი ძალიან ბევრი მოვიდა ეს საზანი და ელემენტარული ხონა იქნება მეგობრებო რომ გავუშვათ და 5-6 წელიწადში ძალიან მაგარი ზომები აიზრდება ეს თევზები და მოგზაურობთ ძალიან ორგანიზაციებს და აი რაც ყველაზე დასანარგი მეგობრებო კაფლები და რაღაცები არის დატოვებული ძალიან ცუდი მეგობრებო აი მეახურე აი ამაზე საუბარი მეგობრებო როცა შეგიძლიათ ოკეი აიღო აი ესე ჩადო ამში აი მადლობა რომ კიდევ შეაგროვეს რა ეს აი ხიყავი რა შეგიძლია ეს გააკეთოს რაღაცეები რა აი ესე და კიდე როდესაც გაყვანი კი არის სანაგვეურმა რა აი ეს ამრავათეს რა შენ ნაგავიარი და შენ ნაგავ შენ თვითონ მომიხედა მე იქ ვიჯექი და ვაფშე ნაგავის არ გასული არა ოკეი მეგობრებო დროებით აგემშვიდობებით ეხლა ამ შაბათ-კვირას, შაბათს 22 საათს დაიდება თბილისის ზღვის ვიდეო. ეს ვიდეო დაიდება ამ კვირაში რა თქმა უნდა და ეხლა შაბათ-კვირას ჩვენ ვიდივართ ბაზალეთში, გვაქვს მასშტაბური გასვლა კლუბს. და უნდა შევერკინოთ ბომბურა კარჩხანით, ოღონდ ეხლა რა თქმა უნდა დაგეგმილად ვიქნებით და დაუგეგმავთ ავეთერზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას მეგობრებო. ყველა მეთევზის მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. გაყოფილ თევზაობას გისურვებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ თქვენივე ნაგავი, თქვენივე წასაღები. იმიტომ რომ ეს არის დაუწერელი კანონი. აი მეგობრებო, თქვენ მიერ დატოვებული ნაგავი, ხა იმას ვერავინ ვერ იტყვის, რომ კუმისზე ხა ხალხი მოდის საპიკნიკოდ და მეთევზეები არ არიან. ყველა მეთევზი არის აბსოლუტურად ვინც კუმისი არის. ეს არის თქვენი დატოვებული ნაგავი, რომელიც იქ აუკრიფეთ მე და დავით რა. ამაზე მარტივი არ არის კუმისიდან გამოხვა თუ არა აქვია სანაგვეურნა. მანქანიდან გადასვლა თუ გეზარევათ, აი ესე შეგიძლიათ გადააგდოთ. აი მას არაფერი არ უდგას წინ მეგობრებო. შეგიძლიათ ესე მარტივად 5 წუთიც არ დამჭირდა რომ თქვენი ნაგავი ამეღო მეგობრებო. მანდ ვერავინ ვერ იტყვის ეხა იმას რომ აუ ჩვენს გარდა მეთევზეების გარდა მანდ დადის პიკნიკზე ხალხი მე მარტო მეთევზეებს მოაბრალეთ ხდება ეგეთი კომენტარების და ყველაფერი სულ მეთევზეები იყვნენ ეხლა
რა. გამართლება არ აქვს. თუ გინდა პიკნიკზე იყო ჩამოსული და თუ გინდა მეთევზე იყო. აი ნაგვის ურნებით არის მეგობრებო, აი სავსე რა ეს ქუჩა მთლიანად რა. ან ერთ მხარეს მიაჩერებ, ან მეორე მხარეს მიაჩერებ, თუ მანქანიდან გეზარება, გადასვლა, წვიმა არის და ჩამოწევ და ჩვეულებრივად გადააგდებ ნაგავს. ვისი ამოვნოთ, ვითევზავოთ, რო გავატაროთ, მაგრამ ის რაც ჩვენი ვალდებულებაა და მოვალეობაა ცხოვრებაში, ეგ ყველაფერი უნდა შევასრულოთ. ერთი პარკი ნაგავი იყო და ერთმა პარკმა ნაგავმა შემიცვალა ხასიათი თავიდან ბოლომდე. რომ ესე უდიერად, ესე დაუკვირვებლად იქცევა ადამიანი და ესე ეპყრობა გარემოს. დროებით ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.